ბოლო წლებში არაერთმა უბედურმა შემთხვევამ გვაჩვენა, რომ გაზის სისტემასთან დაკავშირებული დაუდევრობა შესაძლოა წამებში ტრაგედიად გადაიქცეს. სტატისტიკა საყურადღებოა, მძიმე შედეგები კი უმეტესად ადამიანის დაუდევრობას, თვითნებურ მონტაჟს ან მოძველებულ სისტემას უკავშირდება. თბილისის ენერჯის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსოერიძე შემოგვიერთდა სტუდიაში, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა ვიცოდეთ გაზის უსაფრთხო გამოყენებაზე და როდის ვუშვებთ შეცდომას. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, პირველ რიგში მოდით განვარტოთ, ხშირად ვისმენთ ტერმინს საშიში უბნები. რას გულისხმობს თბილისი ენერჯი ამ უბნებში, რომელი უბნებია და ამ ხნის განმავლობაში რატომ ვერ მოგვარდა ეს პრობლემა? ცოტა შორიდან დავიწყებ და გითხრათ, რომ ჩვენ კომპანიას და ყველა გაზის განაწილების ლიცენზიას ქვეყანაში გვაქვს ვალდებულება წელიწადში ერთხელ შევამოწმოთ თითოეული ჩვენი აბონენტის ბინა, თითოეული ჩვენი აბონენტის გაზის ქსელი, დანადგარები, რამდენად უსაფრთხოდ, რამდენად დღეს არსებული ტექნიკური ნორმებით არის დამონტაჟებული მის ბინაში არსებული გასადენი, არსებული დანადგარები, მივცეთ შესაბამისი მითითებები, თუ ჩასაჭრელია აღნიშნული დანადგარი, ანუ თვითრებურად თუ აქვს დამონტაჟებული, რაც ხშირად ხდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მაგრამ დარჩენილი წელს, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ სტატისტიკა, დაახლოებით 5000-მდე ფაქტი არის 1 იანვრიდან აღმოჩენილი დღემდე, ანუ 5000-მდე საფრთხის ქვეშ მყოფი აბონენტი, ჩვენი აბონენტი 5000-მდე მათი მეზობელი 5000 ოჯახის მეზობელი, ისინი არა მარტო საკუთარ თავს და საკუთარ ბინას უქმნიან საფრთხეს, არამედ კარის მეზობლებს, ზედამეზობლებს, კორპუსს და ასე შემდეგ. კითხვაზე თუ რატო ვერ მოგვარდა აქამდე, რა თქმა უნდა, მე თავში აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული. როდესაც იყო მაგალითად 2018 წელს ჩვენს მიერ ჩაჭრილი იქნა 63000 დანადგარი. როდესაც წელს არასრულ წელიწადში დაახლოებით 10 თვეში ჩაჭრილია 5000-მდე, რადიკალურად არის შემცირებული. რა თქმა უნდა, დანადგარების ასე ვთქვათ, თვითრებურად დამონტაჟებული დანადგარების ციფრი ამასთან ერთად რადიკალურად არის შემცირებული უბედური შემთხვევების რაოდენობა, როდესაც იყო ათეულობით, დაახლოებით 30-40 გარდაცვალება CO2 ინტოქსიკაციით ან აფეთქების შედეგად დღეს წელს. აი ზამთრის დადგომასთან ერთად ჩვენ ვაშუქებდით მსგავს ფაქტებს სამწუხაროდ. უყურეთ, მიუხედავად ჩვენი აქტიურობისა, მიუხედავად მედიის გვერდში დგომისა, როდესაც აქტიურად შუქდება, აქტიურად ვაძლევთ მითითებებს ჩვენს მოქალაქეებს, თუ თვითონ სოციალური პასუხისმგებლობა არ ამაღლდა და ამაღლებულია, რა თქმა უნდა, ამან გამოიღო თავისი შედეგი მედიის აქტიურობამ, ჩვენმა აქტიურობამ. მაგრამ გვაქვს გავსი შემთხვევები ისე. თვითონ გვერდში თუ არ დაგვიდგა თითოეული მოქალაქე და არ გაითავისა, რომ მარტივად არ შეიძლება ღია წვის ეს არის ძალიან მარტივი, არ შეიძლება ღია წვის კამერიანი დანადგარი რომ დააყენოს დახურულ სივრცეში, ძალიან მარტივია. მე ყოველთვის ნებისმიერ ეთერში მოუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ როდესაც მიდიხარ ეს ხოლმე უმარტივესია საყიდლად, კიდე ან გაზის გამათბობელი, ან გაზის წყალგამაცხელებელი გამყიდველს უნდა უთხრა, რომ მინდა შევიძინოთ დახურული წვის კამერით დანადგარი. დამთავრდა. მათ პრობლემა უკვე მოიხსნა იმისი, რომ აღარ არის უკვე. ფასშიც აღარ არის საქმე. ანუ კონსულტანტმა, გამყიდველმა, ყველა მზედმიწევნით იცის, რომ არა, იყიდება ბაზარზე ღია წვის კამერიანი, და იყიდება დახურული წვის კამერიანი. მე მაგიტო აღვნიშნე, რომ ღია წვის კამერიანი აკრძალულია დახურულ სივრცეში, რო გადმათავსოთ, თორემ სახლის გარე კედელზე, ღია აივანზე, ნუ რა თქმა უნდა, მაგალითად პანჯარა თუ ღია დატოვებული, მაინც არ აქვს ამას. ღია წვის კამერიანი დანადგარი მსოფლიოში არის ორნაირი ტიპის გაზის გამათბობლები და წყალგამაცხელებელი. ეს არის ღია წვის კამერიანი, ეს არის დახურული წვის კამერიანი. მოდით ეს დავაკონკრეტოთ, ხო, აი, თქვენ როდესაც თქვით, რომ ჩავჭრითო, ასე შემთხვევაში თქვენ გულისხმობთ ის, რაც ათბობს ბინას, ანუ გამათბობელი და ის, რაც მაგალითად აივანზე კიდია წყლის გამაცხელებელი, საიდანაც მთელი ბინა ცხელი წყლით მარაგდება და თბება, ბუნებრივია. ხო? ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლებამოსილება, რომ ორივე გადაჭრათ? ჩვენ გვაქვს პირველ შემოწმების პირველ ეტაპზე მე აუხსნი პროცედურას, როდესაც შედის ჩვენი თანამშრომელი, არა აქვს ამას მნიშვნელობა ღია წვის კამერიანი დანადგარის თუ არის განთავსებული, ჩვენ ვჭრით მხოლოდ და მხოლოდ ამ დანადგარისკენ მიმავალ გასადეს, რა თქმა უნდა, თუ დანარჩენი ყველაფერი გამათბობლისკენ მიმავალ გასადეს. ან წყალგამაცხელებელი, ან გამათბობელი, არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია არ იყოს ღია წვის კამერიანი, რომელიც დამონტაჟებულია დახურულ სივრცეში. ჩვენ თუ სადმე აღმოვაჩეთ დანადგარს, რომელსაც აქვს ღია წვის კამერა დახურულ სივრცეში, ჩვენ დაუყოვნებლივ ვჭრით აღნიშნულ დანადგარს. ეს ძირითადად გონი მაინც წყლის გამათბობელებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული მოსახლეობაში
ბჭყალებში კალონკა, რასაც ეძახიან ჩვენი. მე მაგალითად ამას მინდა აივანზე ქვაბს რომ ვეძახით. ქვაბი დახურული წვის გამოვცვალე და როდესაც მოვიდა გაზის აღმწერი ცენტრალური გათბობის კონცეფცია მითხრა რომ როგორც კი გამოცვლიდი რომ შეტყობინება გამეგზავნა რომ თქვენ გამოცვალეთ ანუ ესეც გამაფრთხილებელი ამბავია უყურეთ როგორ არის რა თქმა უნდა თქვენ არა მარტო გაზის დანადგარს ამონტაჟებთ არამედ ამონტაჟებთ მონტაჟდება მაგის გაზის დანადგარისკენ მიმოვალი გასადენი რომლის მონტაჟსაც დღეს ჩვენ ქვეყანაში არეგულირებს რა თქმა უნდა სამშეო ნორმები და წესები დადგენილი კანონმდებლობა ანუ რისი თქმა მინდა რომ მარტივად გაიგოს თქვენმა აბონენტმა როდესაც თითოეული ჩვენი მოქალაქე და თითოეული ჩვენი აბონენტი გადაწყვეტავს ან გამოცვალოს თქვენსავით ან დააყენოს ახალი გაზის დანადგარი თქვათ შეიძინოს და დააყენოს ახალი გაზის დანადგარი არ აქვს მარტო იმას მნიშვნელობა ის შეიძეს თუ არა დახურული წვის კამერის მქონე დანადგარს უნდა შეიძინოს რა თქმა უნდა დახურული წვის კამერის მქონე დანადგარი მაგრამ მისკენ ხომ გასადენიც უნდა მივიდეს ამ დანადგართან რათა იმუშაოს აი ზუსტად ამ გასადენის მიყვალისთვისაც უნდა დაწეროს ჩვენთან გაცხადება დააფიქსიროს და შესაბამისად შეგვამოწმებინოს რამდენად რამდენად ტექნიკური ნორმების დაცვით არის დანადგარისკენ მიმავალი გასადენი დამონტაჟებული რა თქმა უნდა იმიტომ რომ უბედური შემთხვევები იყოფა ორ ნაწილად ერთი არის რაც მე აღვნიშნე CO2 ინტოქსიკაცია როდესაც თვითნებურად აყენებ ღია წვის კამერია დანადგარს და შემდეგ ნახშირჟანგით ინტოქსირების შედეგად ხდება მოწავლა და ბევრ შემთხვევებში გარდაცვალება იმიტომ რომ ძლიერი ტოქსიკაციას იწვევს მეორე არის თვითნებურად დამონტაჟებული გასადენი რომელიც უამრავი შემთხვევა გვაქვს ან გამოძვრება ან არასწორად როცა ეგრეთ შლანგებით რო ან მიერთების მომენტში და ეს მეორე უბედური შემთხვევა როდესაც ხდება უკვე გაზის გაჟონვა და პროვოცირების შედეგად აფეთქება აღნიშნული ბიდის ანუ რა მინდა ვთქვა რომ გაზით კიდევ ერთხელ გავმეორდები ხდება ორი ტიპის უბედური შემთხვევები ერთი არის ღია წვის კამერიანი დანადგარი CO2 ინტოქსირება მეორე თვითნებურად დამონტაჟებული გასადენი პროვოცირება და აფეთქება როდესაც ხდება გაჟონვა აღნიშნული გასადენი აი ტრაგედიებზე ისაუბრეთ თქვენ როდესაც ჩვენ წელიწადში სამწუხაროდ გვიწევს გაშუქება ასეთი ტრაგედიების განსაკუთრებით ზამთრის პირობებში რისი ბრალია ანუ ადამიანებს ინფორმაცია არ აქვთ იმაზე რომ მაგალითად შეუძლია გამოიძახოს უფასოდ ადამიანები ან კომპანია რომელიც ამას გადაამოწმებს თუ აი რა არის ძირითადი მიზეზი გარდა იმისა რომ არასწორად დამონტაჟდა ხო ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ უფასოა ხო როცა მსგავს მე ძალიან კარგია რომ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ვისარგებლეთ თქვენი ეთერით და სწორი კითხვაა და მოუწოდებ რომ ისარგებლონ ჩვენი უფასო შემოწმების შეთავაზებით, ასე ვთქვათ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე 240 40 და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კითხვა, რაც კი აწუხებს ჩვენს აბონენტს, რამდენად უსაფრთხოდ არის აღნიშნული დანადგარები გათავსებული გასადენი, შევამოწმოთ და მივცეთ შესაბამისი რეკომენდაციები. დაყენების დროსაც შეიძლება გამოგიძახოთ, რა თქმა აუცილებელია დაიცვალ ის პროცედურები ახალიან თუ ცვლიან დანადგარს, ან აყენებენ ახალ დანადგარს. აუცილებელია ჩვენო მოქალაქეებმა დაიცვალ ის პროცედურები, რაც დღეს კანონმდებლობით არის განონისებული. ანუ ჩვენ უნდა მარტივად რო გაიგო, ჩაგვაყენონ საქმის კურსი, ეს იქნება განცხადებით, ზარით თუ ასე შემდეგ. მაგას აქვს თავის კანონმდებლობა და ნუ აღარ განვავრცობ, იმიტომ რომ დიდი ეთერის დიდ დროს წაგარკია. რატომ არ გაყენებენ საქმის კურსში მაშინ? იმიტომ რომ ეს არის აი მივედით მაგ საკითხთან. ძალიან ადვილად. რატომ? მე გეტყვით რომ რა ინტერესი ამ შემთხვევაში? 3-4 წლის სტატისტიკა რო ავიღოთ გარდაცვალებების 10 გარდაცვლილიდან 9 იყო ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინებში. აი მე მინდა ხაზი გაუსვა ამას და კიდევ ერთხელ დავამახვილოთ რომ გავამახვილოთ ყურადღება სად არის ეს. ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინებში მოხდა უმეტესობა უბედური შემთხვევა. ალბათ ჩვენი აზრით ეს ნუ არ შეიძლება ესეთი სტატისტიკა იყოს რომ 10 გარდაცვლილიდან 9 ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში ან ნაგირავებში. გამქირავებლები სავარაუდოდ ძალიან დაუდევროთ ეპყრობიან იმ სიტუაციას, რომ თავარია გააქირაონ აღნიშნული ბინა, ხო, აჩვენონ დამქირავებელს, რომ არის ცხელი წყალი, არის გათბობა და შემძადით იცხოვრეთ აღნიშნულ ბინაში
სხვანაირად შეუძლებელი აღნიშნული სტატისტიკა იყოს, ამიტომ მე მოუწოდებ კიდევ ერთხელ ასე დროს კანონმდებლობაში არ არის რამე ნორმა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანი მაგას მე უკვე შიდა გასაქმეთა სამინისტროს კუთხით მიდის ის სამართლის პასუხისმგებლობა არის და მე ვის პასუხისმგებლობასაც დააყენებს პროკურატურა და შიდა გასაქმეთა უამრავი ეს ერთ-ერთი დამაყოლებელი და შემზღუდავი ამბავია. და რაც შეიძლება საშიშումებს ჩვენს მიერ ამ 5000-მდე გადაჭრილი დანადგარის შედეგად გამოიკვეთა ისანის სამგორის არეალი, რაც საშიშումებში პირველი ისანის სამგორის არეალი, ნაძალადევი ჩუღურეთი, საზონა თემქა, შესაბამისად ეს ლიდერები ჩამოთვალე, რომლებიც ლიდერობენ არასწორად თვითნებურად დამონტაჟებული დანადგარების რაოდენობაში, საფრთხის შემცველი დანადგარების რაოდენობაში. ამ წელიწადს 2025 წელს. საიდან მოდის სტატისტიკა? ხო, მიზეზი რა არის ამის, რა ეს უბნები? ანუ როგორც აღინიშნა, არ მოწმდება დროზე. ეს არის თვითნებობა. არ ხო, თვითნებურად აყენებენ, აი სწორი კითხვა დასვით. თვითნებურად მოყავთ ასე ვთქვათ, ყველა ფერჩიკი, მარტივად მინდა ვილაპარაკო, რომ გაიგოთ აბონენტმა. აი მეზობელმა იცის, ამას გაუკეთებია ხშირად თქვენ მოგისმენიათ კი? ამას ესმის სანტექნიკა, ამას ესმის გაზი, ამას ესმის ელექტროობა. აი ესეთი დაუდევრობა, ესეთი თვითნებობა იწვევს ზუსტად იმ შედეგს, რაც დგება ხოლმე მერე ამ ინტოქსიკაციის, ან ჩვენ რომ მივალთ და აღმოვაჩენ და იცით აი ჩვენ ჩემმა მეზობელმა იცის და იმან გამიყვანა გასადერი. ეს არის შეუძლებელი, ეს არის გამორიცხული, ეს არის ფეთქებადი აირია გაზი, ამასთან მოპყრობა თავის სამშობლო ნორმები და წესები არეგულირებს და შესაბამისად არ შეიძლება მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ეს მეზობელს, ასე ვთქვათ, ვიღაც ალარიცეზირებულ ადამიანს, რომელსაც არ ეცმის და ერთხელ გამიკეთებია გეუბნება და მცირედ ახას რაღაცას გამოგართვებს და გაგიკეთებს, ან დიდს მაგას არ აქვს მნიშვნელობა, არ შეიძლება. დიახ, ბატონო გიორგი, თუმცა როგორც ვატყობთ ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, ეს ადამიანური პასუხისმგებლობა არ მუშაობს, ხო? ამ შემთხვევაში თქვენი უფლებამოვალეობა რაშია? როგორ ამოწმებთ ამ ყველაფერს, მეტუმეტეს იცით ეს უბნები, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევაა შემდეგნაირად. ჩვენ ვამოწმებთ, აი 5000 აბონენტი ჩავჭერით, ვისაც ედგა არასწორად დამონტაჟებული დანადგარი წელს 10 თვეში. შესაბამისად ეს უკვე ჩვენი კეთილინებაა, ჩვენი ორგანიზაციის, ამას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ერთხელ შევამოწმოთ თქვენი ბინა წელიწადში. ჩვენ უკვე სადაც ვჭრით აღნიშნულ დანადგარებს, მეორედაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ვუბრუნდებით აღნიშნულ ბინებს და ისევ თავიდან ვამოწმებთ თქვენით მიდიხართ ჩვენით ისევ მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ იმ ოჯახებთან ვინც აღმოვაჩინეთ რომ საფრთხეს ქმნიდა ანუ ეყედა თვითნებურად დამონტაჟებული ამას კანონი არ ითვალისწინებს მაგრამ უსვენ ჩვენი ორგანიზაციის კეთილინებაა და რატო იმიტომ რომ გამოიკვეთა რომ 10 ოჯახიდან 4 ისევ იგივე, ანუ გავიდა ჩვენი თანამშრომლები ბინიდან და ისევ მიაერთა, ანუ მარტივი რაღაც საოცარი ლოგიკა იკვეთება ხოლმე, არა ჯარიმა არ არის მაგაზე. არა, იმაგიტო დავამთავრებ და გეტყვით რა არის დღეს მოქმედი კანონმდებლობა. მარტივი ლოგიკა, რაც ჩემთანაც არაერთხელ გაუჟღერებია თითოეულ აბონენტს და ნუ მე ვერ ვიგებ მაგ ლოგიკას, ანუ არ არის ლოგიკა. 12 წელია მიყენია და არაფერი არ მომსულია. ხო, აი ეს ლოგიკა ჩემთვის სრულიად გაუგებარი ლოგიკაა, როდესაც გეუბნები რომ საფრთხეს ქმნი, შენ მეზობლებს უქმნის საფრთხეს, შენ თავს უქმნი და აი 10 წელია მიყენია და არ მომსულია და თქვენ მატყუებთ, არ ჯერა თქვენი, ისევ თვითნებურად აერთებენ და შემდგომ აი უკვე ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, მე თუ კიდე აღმოვაჩენ იმ ბინაში ისევ თავიდან ჩემ ჩაჭრის ხელმეოთ იგივე ტრაექტორიით, იგივე ლოკაციით განთავსებულ ამ აკრძალულ ეგრეთ წოდებულ დანადგარს, ჩვენი ვალდებულება სრულად ვუჭრით გას აღნიშნულ ოჯახს ანუ რჩება უგაზოთ ბუნებრივი აირის გარეშე და სანამ დღეს მოქმედი კანონის მიხედვით არ მოაწესრიგებს მის ბინაში არსებულ ეს იქნება გასქურა, ეს იქნება ცენტრალური გათბობის კვაბი თუ გამათბობელი თუ წყალგამაცხელებელი, მანამდე გაზის მიწოდება აღარ ამოწმება. და ბოლოს აი ცოტა დრო დაგვრჩა რეკომენდაცია ის სეზონში ზამთრის პირასხმევ უკვე ხო რამდენჯერ შეგვიძლია გამოგიძახოთ, როგორ გამოგიძახოთ რომ დაგასწროთ მაგალითად იგივე როდესაც ვცვლით ან ახალს ვაყენებთ. სრულიად გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, თუ არ არის რაღაც ეს ხმამაღალი სიტყვები, ჩვენი კომპანიის პირველადი დანიშნულება და მართლაც ეგრე არის, რომ უბედური შემთხვევების რიცხვიც დავიდეს ნულამდე ერთ კალენდარულ წელიწადში. კი ბატონო. დაახლოებით 250 ჩვენი თანამშრომელი ყოველდღიურად ემსახურება ამ მიზანს. დაახლოებით 240-250, ანუ ყოველდღიურად წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვითო დადიან და ამოწმებენ. მე მარტივად მოუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ვის დღეს გვიხმურებს, ეთერის დამთავრების შემდგომ, თუ აინტერესებთ
არ არის ყველა ვალდებული იცოდეს, რა თქმა უნდა, გაზის მეურნეობა, ზოგი ბიოლოგია, ზოგი ფილოლოგია, ასე შემდეგ. ზოგი ჟურნალისტი. შესაბამისად, დარეკონ 240-40-04 მოითხოვონ შემოწმება ზამთრის წინ, გათბობის სეზონის დაწყების წინ და ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, რომ თითოეულ ზარზე განვახორციელებთ მაქსიმუმ 24 საათში რეაგირებას მივალთ ადგილზე და გაუწევთ შესალვის მომსახურებას. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, არის სრულიად უფასო მათი მხრიდან მომსახურება. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, გიორგი ლექსვერძეს მემშვიდობებით.